Hi. I'm off Mertorana Sachemak. ახლა არის 7:09 ხო და ავდექი 6-ზე. იდეაში 6-ზე ავდექი. არა ცოტა სკროლე რაც ძალიან ცუდია და ძალიან მიზღება და არ ვიცი ეგ როგორ მოვიშორო თავიდან. ხო და ახლა გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი ვიარო და კორპუსს დავარტყაძრე. არც მძინებია 1 საათი მეძინა, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა თქმა, მაგრამ მინდოდა რომ უბრალოდ ადრე ავიღავი. არ ვიცი რატომ მიმართება ხოლმე, მაგრამ დაახლოებით 4 საათზე ჩამეძინა. 4-დან 5-მდე მეძინა და 5-ზე მქონდა მოღვიძარა დაყენებული. და მე ნელ-ნელა ამ მოღვიძარას ვახანგრძლევებდი და 6-მდე მივედი. გარეთ ისეთი კარგი ჰაერია თან. ანუ ამ ჰაერში რო არია, რომ ცოტა არ არსებობს. ასე რომ წავედი. დაახლოებით 5000 ნაბიჯი ბევრი არა, იმიტომ რომ ძალიან მეზარებოდა და არა მარტო ვიარე, ვივარჯიშე. რაღაც ფეხის ვარჯიშები გავაკეთე და პრესის და ხო ახლა ცოტა თითოს უკეთესად გრძნობ, რომ რაღაც კარგი გავუკეთე ჩემს თავს. ძალიან მეძინება თან და გამიშტერებული ვარ. By the way, კანი არ დამიტენიანებია, ამიტომ ახლა ამას გავაკეთე. უფრო სწორად შელ წყალს დავიდებ და ჯერ გუაშას გამოვიყენებ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩემი თმა იზრდება და ძალიან მიხარია. სხვათა შორის, გრძელი თმა არ მქონია, არ ვიცი, სკოლის ბოლო წელიც გრძელ თმას ვატარებდი. კიდე მოკლე თმას. შემდეგ, აი ამ ხელა რაც მაქვს ახლა არის ალბათ აქამდე. ამ სიგრძე თმა არასდროს არ მქონია მართლა. ხო და ძალიან მომინდა ბოლო დროს რომ გამეძარდა თმა, არ ვიცი, ძალიან მინდა რომ გავიზარდო. ძალიან დამწვარი კი არის, მაგრამ მაინც რაღაც აღარ პროდუქტებს ვიყენებ თმის და იმედია რომ ცოტათი გაჯანსაღდება. და ძალიან მინდა რომ გავიზარდო, ძალიან მეინტერესებს როგორ მექნება გაზრდილი თმა. ხო და ამ პროდუქტებს თუ მოგეწონა გაგიზიარებთ. ეს კიდეა. დგავარ და მეძინება. დღეს უნდა წავიდე ფრჩხილებზე, იმიტომ რომ აი ამ ფრჩხილის დანახვა უკვე აღარ შემიძლია. ნერვებს მიშლის. ასევე ცოტა დავიკელი. ბოლო 3 დღე საჭმელს ვერ ვჭამ. ანუ მართლა ვერ ვჭამ. საერთოდ არ მინდება და ვერც არ ვჭამ. და რა თქმა უნდა დავიკელი. მაგრამ იდეალურ წონამდე ჯერ ძალიან ბევრი მაკლია. აი გუშინ ჭამა 0%-იანი ხაჭოს შეფუთვები როა პლასტმასში, მაგის ნახევარიც არა. მეტი სხვა არაფერი არ მიჯამია. აუ თვალი დამეწყო ძალიან ეს რატო წავს, არ უნდა წავდეს. ისე მეზარება ყველაფერი. ალბათ იმიტომ რომ ბოლო 1 კვირა, 4 დღე ან 5 დღე სერიოზული სპორტები მქონდა, ანუ მართლა სერიოზული. სპორტიც აღარ ქვია უკვე მაგას. ხო და ეს არის მიზეზი ალბათ რატომაც გამეც არ მეძინა და საერთოდ ყველაფრის. იმიტომ რომ ალბათ უკვე ძალიან ბევრი ვიდეოდან გაიგებდით ჩემი სპორტების და მენტალური მდგომარეობების შესახებ, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც კარგად ვარ ხოლმე რაღაც პერიოდი, აი მართლა კარგად ვიყავით დაახლოებით 2 თვე. აი მერე უნდა დაიწყოს და მერე უნდა დაიწყოს. აი აქედან უნდა დავეშვათ აქ. ასე რომ ახლა არაფრის თავი არ მაქვს. მაგრამ მაინც მინდოდა რომ ვიდეო ჩამეწერო. იმიტომ რომ დიდი ხანია არ ჩამეწერია და მენატრება ხოლმე. აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და აჭირეთ ქვემოთ ერთხილაკს. წითელს. ორდინარის შრატი ჩემი ბოლო დროის სხვათა შორის საყვარელი პროდუქტი. ძალიან ვარ იმის ხასიათზე, რომ რაღაცები ჩავწერო. ჩავწერო, კი არა დავწერო.
ხოდა მინდა რომ რაღაცნაირად გარეთ გავიდე და იქ დავწერო, იმიტომ რომ ცოტათი მაინც სხვანაირია გარეთ რომ ზიხარ ნორმალურად ისუნთქავ ხარ და ეგრეთ წერ, როდესაც რომის დაწერა გინდა. ხოდა ვფიქრობ რომ ვიდრე გავალ სალონში გარეთ გავიდე და დავწერო რამე. მოკლედ აი ძალიან მეზარება ხოლმე შხილების გაკეთება მართლა, იმიტომ რომ გჭირდება არ ვიცი, საუკუნე, ანუ საათ ნახევარი რომ ზიხარ გაუჩერებელი იმ ადგილას, ეგ ჩემთვის არის კოშმარი მართლა. არ ვიცი, მგონი ბოლოჯერ გავიკეთებ, შეიძლება ამას ძალიან ბევრჯერ ვამბობ, მაგრამ მართლა ეგრეა. აღარ მინდა. არა, მამაზე ფჭხილები მინდა, მაგრამ ეხლა საერთოდ არ ვარ იმის ხასიათზე, რომ წავიდე. ამის განდამთავრე. თუ არის სამი ბარა, საუკუნეა მაქვს და არილევა. ძალიან მომწყინდა მზრები, ანუ მართლა ძალიან მომწყინდა და უკვე ნერვებს მიშლის ესეთი სიცხეები. და თან არც მინდა რომ შემოდგომა მოვიდეს. იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე და 1 წელი რომ მემატება არ მინდა. Okay, I'm done. დამღალი სხვათა შორის. თან ძალიან ბევრი წყალი დავლია. თმა უნდა დამებანა, მაგრამ ძალიან დამეზარა. რამის გავუკეთებ? ან იყოს ესე როგორც არის. აი, არ ვიცი როგორ ავწერო, მაგრამ n რაოდენობით ყავას ვსვამ მართლა. მაგრამ ამის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია. მოკლედ, ძალიან სიცილო ადამიანი ვარ. წაღან რომ ვამბობდი, რომ მეთქი ცოტა გარეთ გავალ და ცოტას დავწერ რაღაცნაირად ჩემს ემოციებს ფურცლებზე გადავიტან. ნუ ახლოს არის სკვერი. ხოდა გავედი გარეთ, ძალიან ბევრი ხალხი იყო და შემოვედი უკან, იმიტომ რომ მართლა თავს რო კარგად არ გძნობ ხოლმე და ვხედავ ხალხს, ნუ ბევრს და ის ხალხმრავალი ადგილები არ შემიძლია ხოლმე და მივედი და უკან გამოვბრუნდი, ამიტომ ისევ სახლში გავაგრძელებ ამ ყველაფერს. აი, ისე მეძინება, რომ სიტყვებით ვერ ავხწერ მართლა. აღარ ვლაპარაკობ. ხილებ გავიკეთე. გონი ლამაზია, ხო? ეს არის ძალიან baby pink ფერი და ძალიან მომწონს და ძალიან ლამაზია მგონი. მე ახლა დავაკვირდი, რომ ჩემ ყვავილებს წყალი არ აქვთ და მიც არის გამომხმარი. მართლა სულ მოვიწყდება, რომ დავუსხა. უკადა დღეს დავფიქრდი, რომ ადამიანები რამდენ რამეს ასწრებენ დღის განმავლობაში. ანუ ძალიან ბევრ რაღაცას, ძალიან ბევრს. და მე არაფერს არ ვასწრებ. bare minimum რასაც ქვია, აი მაგას ვაკეთებ მართლა. მინდა რაღაცნაირად აი მთლიანი დღე დაკავებული იყოს და 1 წუთი არ მქონდეს დრო, მაგრამ როდესაც ასე ხდება ხოლმე,
შემდეგ იმდენად ვიჭრები ამ როლში, რომ მართლა სულ დაკავებული ვარ, 1 წუთი არ მაქვს დასვენება, არც ღამით არ მძინავს, რა ვიცი, შეიძლება ღამეს ვიმუშაო და ანუ ამაში იმდენად ვიჭრები, მე ჩემ თავს ვაზიანებ. იმიტომ რომ შემიძლია ეგრე გაუჩერებლად რაღაცები ვაკეთო და მართლა ფსიქოპატად ვიქცე. რომ სულ რაღაც აკეთო და თან დაღლასაც კი გრძნობ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ხო თვეები რო გადის და იგივე მსგავს რუტინაში რო ხარ, რა თქმა უნდა, დაიღლები, მაგრამ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად ისე ამზადებ თუ ისეთ რაღაცებს ეუბნები თავს, რომ ანუ ვეღარაფერს გრძნობ და მგონი როგორც ვარ ახლა ასე ჯობს. ნუ მაინც ცოტა აქტიურობა უკეთესია. კოკაკოლაზე დამოკიდებული ადამიანის ტრადიციული რუტინა. მოკლედ, ხალხ გეუბნებოდით, რომ ტესტავდით მის პროდუქტებს. რადგან ჩემი თმა ცოტა გამომშრალი იყო და ახლა არის ბევრად უფრო რბილი და რაღაცნაირი ფაფუკი. ნუ ფერი ცოტა შეცვალა და გავიკეთებ ძალიან მალე და იდეა შეკაცდა. ამოვიდა უკვე საკმაოდ გრძელია. ხოდა შევცვალე შამპუნიც, ბალზამიც, ყველაფერი აბსოლუტურად. და სხვათა შორის არ მქონდა რაღაც რივიუების საკითხვის დრო და რა ვიცი, მოძებნის ნერვები საერთოდ, ამიტომ ძალიან მარტივად ესე ავახსენი სიტუაცია ChatGPT-ს, ვთხოვე რომ ჩამოეწერა პროდუქტები, რა მეყიდა, ჩამომიწერა და მეც ავდექი და ეს პროდუქტები მიყიდა. ამიტომ თქვენც იგივეს გირჩევთ, რომ იგივე გააკეთოთ. შევიძინე 2 ნიღაბი. ერთი არის Fanolas ბრენდი არის ორივე. უბრალოდ ეს არის კერატინის ნიღაბი, ასე გამოიყურება, რომელიც არის დაზიანებული თმისთვის, როდესაც ძალიან ხშირად მაგალითად იყენებთ უთოს, საშრობებს და ასე შემდეგ და თმის ღერი ზიანდება, ტყდება. მისთვის ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, შეღებილი თმისთვისაც. ამას კარგი სურნელი ჰქონდა. თან საკმაოდ დიდებია და ძალიან დიდ ხანს გეყოფეთ. თან ძალიან კარგი სუნი აქვს. ხო, რაც შეეხება ამ ნიღაბს. არა უშავს. ოკეია, მე მგონია რომ კიდევ უფრო ბევრჯერ რომ გამოვიყენებ, უფრო კარგი შედეგი მექნება, იმიტომ რომ პირველივე გამოყენების შემდეგ მაინც ბევრად უფრო დარბილებული მქონდა. თმა ეს უნდა გაიჩეროთ 3-დან 5 წუთამდე და რეკომენდაციაში უწერიათ რომ უკეთესია თუ გამოიყენებთ, აი თმას შეიკრავთ და ზემოდან დაიხურავთ რამეს, დიდი ალბათობით აი ცელოფნის რაღაცები რო არის ხოლმე თმაზე რომ უნდა დაიხურო ესენი, ამას დაიხურავთ რომ უკეთეთ იმოქმედოს პროდუქტმა. შემდეგი იგივე Fanolas არის აი ეს უდიდესი შეფუთვა. ეს ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგია. პირველივე გამოყენებიდან შეატყობთ შედეგს, რომ თმა გექნებათ საოცრად დარბილებული და თან ძალიან კარგი სურნელი აქვს კიდევ უნდა ვუს. ანუ ამაში მინდა ჩავწვე. ხერდა ძალიან კარგი სურნელი აქვს. მართლა. რაც შეეხება ამ პროდუქტს. ესეც არის აღმდგენი ნიღაბი, განკუთვნილი, მშრალი, მტრევადი, დასტრესილი თმისთვის, რომ უფრო მეტად ბზინვარება ამიანიჭოს და ამავდროულად ნუ აღადგინოს თმა და რაღაცნაირად გამოაცოცხლოს. ასე რომ ამ პროდუქტების გამოყენებას გავაგრძელებ, იმიტომ რომ უკვე შედეგი ძალიან კარგი მქონდა და ან რა შედარება ისე დამირბილა მართლა თმა და შამპუნიც და ბალზამით ძალიან კარგი აღმოჩნდა. მივუთითებ ამ შამპუნს და ბალზამსაც აქ, იმიტომ რომ ბუნებრივ პროდუქტებია დამზადებული და ეს ძალიან მომწონს ხოლმე. და ვიყენებ ასევე რამდენიმე ზეთსაც და ერთ-ერთი არის ჩემი ფავორიტი. თუ დაგაინტერესდებათ, გაგიზიარებთ. დღეს სახლი დავალაგე და სახლს რომ ვალაგებ ხოლმე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ გონია რომ ერთი ძალიან დიდი ტვირთი ჩამოვიხსენი თავიდან და თან მეზიზღება არეული სახლი. ეგ არის ჩემთვის საშინელება. თუ სახლი არის არეული, აი ოდნავ რაღაც უმაინც არ დევს თავის ადგილას, შემიძლია ვიყო მთელი დღე 500-ზე. ხო, შემდეგ უკვე დალაგებულ სახლში რომ ვარ ხოლმე, ისეთ კარგ ხასიათზე ვარ.
ხოდა სახლის როგორ მდგომარეობაშია მოკლედ ეს მოქმედებს ჩემს ხასიათზე. მოგენატრათ თუ არა ჩემი ვლოგები. გამიზიარეთ. და ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ქვემოთ დააჭირეთ subscribe ხილაკს. ცოტა ხასიათზე როცა ვარ ხოლმე, ეგ ხომ გოგოებს გვჭირს ზოგადად რომ პირდაპირ უნდა მივიდეთ რაღაცა თმასთან და თმა უნდა მოვიჭრათ ან რამე ეგეთი. გავიკეთოთ ხო და მეც ეგრე მჭირს ხოლმე მოკლედ და ცოტა ხასიათზე რომ ვარ, მივდივარ სარკესთან და მეთქი აი აქ ეს ხო არ მოვიჭრა. და ასე ვაკეთებ ხოლმე. წინაზეც მივედი და აი ეს ნაწილები ცოტათი მოვიჭერი, იმიტომ რომ ეს ამასთან შედარებით ბევრად მოკლეა. ეგეთ რაღაცებს რატო ვაკეთებ ან რატო აკეთებენ ადამიანები ამიხსნით? დღეს წვიმს და ძალიან გამეხარდა. დღეს მეძინა კარგად, გუშინ დავიძინე, არ ვიცი 11 იყო, 10 იყო, არ მახსოვს სუსტ. ისე კარგად მეძინა, რომ ვერ წარმოიდგენთ. თან დილით 8-ზე გავიღვიძე, ძალიან კარგად, ისე რომ სასიამოვნოდ გამოძინებული ვიყავი და არც ღამე არ გამღვიძებია, არა, ბოლომდე ძალიან კარგად მეძინა. და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ როგორც იქნა ნორმალურად გამოვიძინე. ხოდა თან დილით რომ გავიღვიძე, გარეთ წვიმდა და ეგ არის ხოლმე იდეალური. საერთოდ არ მიდიხარ მთელი დღის განმავლობაში, დილით იღვიძებ და გარეთ წვიმს, თან აი ამ საშინელი სიცხეების შემდეგ ეს იყო ძალიან კარგი გრძნობა, ეს სიგრილო რო შემოდიოდა ოთახში თან ღია მქონდა კარი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხორის ხოლმე რომ ზაფხულში აღმოვაჩენთ რაღაც ახალ საჭმელს ან სასმელს, რომელსაც მე სულ სვამთ და იმ ზაფხულს რაღაც არის მთავარი საჭმელი და საკვები და მოკლედ სასმელი. ხო და ჩემი აი ამ ზაფხულის აღმოჩენა არის აი ეს ტონიკი და ესპრესო და ისე მომწონს ვერ წარმოიდგენთ, არ ვიცი თუ არ გესდიეთ სარეთ. ზოგს არ მოწონს, ჩემდას არ მოეწონა და უსაზღრესია ვამეთხრა. მოკლედ, თუ გაინტერესებთ თუ ვინ არის ჩემი საყვარელი ქართველი იუთუბერი, არ ვუყურებ ძალიან ბევრ ქართველ იუთუბერებს, ადრე უფრო მეტად ვუყურებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს არ რაღაცა აღარ მაინტერესებს. ჩემი საყვარელი იუთუბერები არიან Tiana. ხმარა ტოჩმარეთიშა. Oh my god, უნიებო, მე ვარ ტრაციანა. Oh my god, მე მგონი გამოვედი მე დეპრ. მოკლედ, აი ეს ადამიანები არიან ყველაზე საყვარელი ადამიანები მართლა და მგონია რომ აი ძალიან კეთილები არიან და ასეთი კარგი აურა, ანუ საერთოდ არავისგან არ მოდის მართლა. ის ადამიანები არიან რომლის ვიდეოებსაც ბოლომდე ვუყურებ და რაღაცნაირად რომ ერთხელ ვუყურებ, მერე კიდე მინდა რომ ვუყურო. ძალიან კარგი აურა მოდის. ყოველთვის როდესაც ამ ადამიანებს ვუყურებ, მაყენებს ძალიან კარგი ხასიათზე და ძალიან საყვარლები და ძალიან კარგი ადამიანები არიან მართლა. ყოველ ჯერზე როდესაც ვუყურებ, მინდა უფრო ახლოდან ვიცნობდე და მათთან ერთად ვატარებდე დროს. ძალიან საყვარლები არიან რა ვქნა. სურვილი რაც კარგად ვსწრებთ თავს. იმედია თქვენ კარგად ხართ, oh my god. By the way, მოკლედ გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ძალიან გამხარდება და კოცნით ძალიან ბევრს. ხო, კომენტარებს რომ მეწერთ ხოლმე, ყველაფერს გითხობ, ყველაფერს ვალაიქებ და ძალიან მიხარია ხოლმე. როდესაც თქვენი კომენტარები მხვდება. ხალე ბევრი კომენტარები დამეწერეთ ხოლმე. ნებისმიერ რაღაც. კოცნით ძალიან ბევრს.